გამარჯობათ. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ხელის ჯაჭვურმა ხერხმა 3 წლის მუშაობის შემდეგ წერილი წაიღო და როდესაც გამოირკვა, რომ მის შეკეთებას აზრი აღარ აქვს, ახალი საკითხად რამდენიმე მაღაზიის საიტი გადავათვალიერე. ფასების შეფარდება eBay და AliExpress-ის სასარგებლოდ იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე თბილისში არ მეყიდა. რამეჩქარება მეთქი და სანამ ჩამოვა, გადავწყვიტე მეყიდა დრელის ადაპტერი, რომელიც ძალიან იაფიღებდა. და ვიფიქრე, იქნებ საერთოდ ავწდე პატარა ხერხის ყიდვას მეთქი. დიდი ხერხი მაქვს, მაგრამ პატარა ტოტების დასახერხად ძალიან მოუხერხებელია ახლა ეგ. უნდა დაჭრა მორები. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დავისაჯე სიძუნწისა და აჩქარებისთვის. ის 25 ლარიც რაც ამ მოწყობილობაში გადავიხადე, აღმოჩნდა გადაყარილი. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეცდომა დამაშვებინა, იყო შემდეგი. YouTube-ზე არის ვიდეოები, სადაც ამ ადაპტერს დადებითად ახასიათებდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ინსტრუმენტების რეკლამირებით დაკავებულები. ანუ მათ არხებზე სხვა ინსტრუმენტების რეკლამები არ იყო. აი ამ ფაქტორმა შემიყვანა შეცდომაში, როგორც ჩანს, ძალიან გამოუცდელები აღმოჩნდნენ. ჯაჭვური ხერხის ეს ადაპტერი დროზე შეიძლება მოეწონოს ყოველდღიურად ჯაჭვური ხერხის საერთოდ გამოიყენება. ახლა თქვენ ხედავთ ხერხის პროცესს. მე ძალიან არ მომწონს როგორ ჭრის. ან ეს ხდება 1 ვატიან ძლიერ დრელზე. ხედის დრელი მაფარია, მეტაბოა, კარგი ბრენდის, კარგი მოდელი, მაგრამ საერთოდ არ ვარ გაჭრა. თან ორივე ხელით უნდა მეჭიროს. ჯაჭვური ხერხის ადაპტერი დრელზე ბევრად უარესად ჭრის, ვიდრე სრულფასოვანი ჯაჭვის ხერხი. ჯერ ვიფიქრე, რომ მიზეზი ალბათ ახალი ჯაჭვი გასალესია მეთქი, შეიძლება ეს არის, მაგრამ არა. ძველი, კარგად მჭრელი ჯაჭვი გადმოვაყენე და იმანაც სულად გაჭრა. მიზეზები ჩემი აზრით რამდენიმეა. პირველი ეს არის დრელის არასაკმარისი სიმძლავრე და ბრუნვის სიხშირე. დრელები როგორც წესი განკუთვნილია ბურღისა და სახრახნისის ფუნქციების შესაძლებლად. მათ აქვთ ბრუნვის სიხშირე იმდენად დაბალი, რომ ჯაჭვის სიჩქარე დაბალია, განსაკუთრებით, როდესაც გვაქვს აკუმულატორიანი დრელებთან. შეიძლება დრელის ძრავა საკმაოდ მძლავრიც იყოს, მაგრამ მის წინ დგას რედუქტორი, რომელიც ბრუნვის სიჩქარეს ამცირებს. ეხლა ეს დრელის შემთხვევაში ასეც არის საჭირო, ეგრეთ წოდებული HSS, high speed steel ბურღებისთვისაც კი ძალიან მაღალი ბრუნები არ შეიძლება. მაქსიმალური ბრუნდარიცხვი დრელზე, როგორც წესი 3000 ბრუნია წუთში. და რაც უფრო მსხვილ სვერლოს ვიხმართ, მით უფრო დაბალი ბრუნები უნდა ავირჩიოთ. ეხლა ჯაჭვის ხერხები აღჭურვილი არის სპეციალური ძრავებისა და შესაბამისი გადაცემის, რომლებიც გამოიმუშავებენ ჯაჭვის მაღალ სიჩქარეს, რაც აუცილებელია ეფექტური ჭრისათვის. აქ სიჩქარე 10-30 მეტრი-წამი უნდა იყოს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მარტივად გადავჭრათ ხე. ადაპტერში მსგავსი არაფერი არ ხდება. სპეციალური შეზეთვის სისტემა, როგორც დიდ ხერხებს აქვს, ამ ადაპტერს რა თქმა უნდა არ აქვს. თუმცა არც მარტივ და პატარა ხერხებს არ აქვს ასეთი სისტემა, ეს არ არის დიდი ნაკლი, რომ ავტომატურად არ იზეთება. ასეთი ხერხი მცირე მუშაობის შემდეგ უნდა გავაჩეროთ, ზეთი დავაწვევთ და გავაგრძელოთ მუშაობა. ასე ვთქვათ, შეზეთვა რომ არ არის, ამას არ აუშავს და არ ჩაუწყვლი ნაკლად. მით უმეტეს ბრუნები მცირეა. აი მნიშვნელოვანი ნაკლი არის არასწორი ბალანსი და დიზაინი. ანუ ჯაჭვის ხერხის ადაპტერს არ აქვს ოპტიმალური სიმძიმის ცენტრი, ან და საიდან ექნება, როცა ყველა დრელი სხვადასხვა წომის და დიზაინის არის. ეს ფაქტი ხელსაწყოს ნაკლებად კომფორტულს ხდის ხელში და ართულებს ეფექტურად ჭრას. თანაც მის დასაჭერად უკვე ორივე ხელია საჭირო. ამ დროს მცირე ზომის ჯაჭვური ხერხები ერთი ხელითაც შეიძლება გამოვიყენოთ. ხოლო ადაპტერის გამოსაყენებლად, რომელიც ეფექტურობით მცირე ზომის ხერხსაც ვერ აქვს, ორი ხელია საჭირო. შემდეგ დრელის
სიმძლავრე არის შეზღუდული, ეს არ არის შექმნილი იმისათვის, რომ გაუძლოს ჯაჭვის მიერ შექმნილ მაღალ წინააღმდეგობას ხის ხანგრძლივი დროის სჭერის პროცესში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დროის გადახურება და გაფუჭება. და ბოლოს მასალების ხარისხი, ადაპტერები არა მარტო ხერხის, არამედ სხვებიც ხშირად მზადდება უფრო დაბალი ხარისხის მასალებისგან, ვიდრე სრულფაზოვანი ხელსაწყოს მექანიზმები. ეს ამცირებს სჭერის ეფექტურობას და მოწყობილების გამძლეობას. მართალია, ეს ადაპტერი კი არის რკინის კბილანებით, მაგრამ არსებობენ პლასმასის კბილანებიც. ხო და აი ისინი საერთოდ რა, ერთჯერადებია პრაქტიკულად. და დასკვნის სახით რა მინდა გითხრათ. ჯაჭვის ხერხის საბურღი ადაპტერი შეიძლება იყოს გამოსადეგი მცირე ან შემთხვევითი სამუშაოებისათვის. ის ვერასოდეს ვერ გაუწევს კონკურენციას რეალურ ჯაჭვის ხერხს. თუნდაც არაბრენდული იყოს. თუ ოდნავ მაინც ინტენსიური მუშაობაა საჭირო, აირჩიეთ სრულფასოვანი ჯაჭვის ხერხი. და ბოლოს ზოგი ჭირი რომ მარგებელია, კიდევ კარგი ასეთი ადაპტერები ცუდაჭერიან და მოუხერხებელი სახმარია, თორე ხის ჭერისას ისეთი ვიბრაცია იქნება, დრელის ძრავის წინ დაყენებულ რედუქტორს სავარაუდოდ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწევია. და ადაპტერის ყიდვის შემდეგ ორი ხელსაწყო კი არ გვექნება. არც ერთი არ გვექნება, იმიტომ რომ ძალიან ადვილი იოლია აქ დრელის გაფუჭებაც თუ ცოტა მეტი დატვირთვა მივეცით. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.